ჩორჩენას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ გახარია საქართველოს პარტიაში და ხელისუფლებას საკითხის პოლიტიზირებაში დაადანაშაულეს. საპასუხო განცხადება გაკეთდა მართლ გუნდშიც. არ ვიცი კონკრეტულ პირს, კონკრეტულ ბატონ მაჭავარიანს რა თემაზე იბარებენ, ითქვა რომ ჩორჩენას თემაზე, თუმცა არ ვიცი, შეიძლება მას სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც დაუსვან შეკითხვები. ვნახოთ, დაველოდოთ, საქართველოს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა ეთერში, სადაც ძალიან ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ კაცი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ნამყოფიც არ არის, კაცი, რომელმაც ჩამოიყვანა ჩვენს ქვეყანაში გავრილოვი და საქართველოს ისტორიულ პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასვა ეს ადამიანი, აი ეს კაცი ზის ეთერში და ღიად საუბრობს ჩორჩანას თემაზე, მაშინ, როდესაც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ღიად ოკუპანტების პოლიტიკის გამტარებელი ხდება. ჩვენ ვნახეთ გიორგი გახარია, რომელიც აპრილში ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიაზე იყო მანამდე კონტროლი სრული ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლების და იყო რისკი, რომ ეს კონტროლი დაკარგულიყო და ამიტომ ჩადგა იქ პუნქტი, ასე ვთქვათ, და რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ საქართველოს ისედაც ვერ აკონტროლებდა ხელისუფლება ამ ტერიტორიას და დავკარგეთ, არაფერი არ დავკარგეთ თუ არა და რა ვიცი ხარ მართლა იქ ხო არ ხდება სხვა კონტინენტზე ეს ყველაფერი აქვეა ხო ვიცით თვალები გვაქვს, ყურები გვაქვს და მოსახლეობა არის იქ, რომელიც პირდაპირ ამბობს აგერ ტერიტორია არის 1 მილიონი კვადრატული მეტრი, სადაც მანამდე შევდიოდით, რომელსაც ვიყენებდით, ამ გიორგი გახარიას ქმედების შემდეგ ვეღარ ვიყენებთ. თარიღებითაც შეგახსენებთ 28 აგვისტოს ჩაიდგა ჩორჩენას ტყეში საგუშაგო, შემდეგ იყო პროტესტი მეორე მხრიდან და იმ ასე ვთქვათ შეხვედრების დროს სადაც ევროკავშირიც არის ჩართული, იქაც გამოითქვა პროტესტი რომ მოხსენით ეგ საგუშაგო, გადაიტანეთ, იყო უარი რომ არ გადაიტანენ არცად საგუშაგოს და ამის საპასუხოდ ჩაიდგა 5 თუ 6 საგუშაგო უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმ ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, რომლის აქეთაც როგორც წესი არ მიყვება ხოლმე საოკუპაციო ხაზი.